მაინც გადარჩეს და გამოვიდეს. განიკურნოს, აღსდგეს. და ვიცოდეთ, რომ ვართ. და როგორც გითხარით წინაზე, დაფანტულები ვართ. აი, უყურეთ, ცოტა დრო დავუთმოთ ამ ქალს. ისიც იმიტომ, რომ ვიცოდეთ, რებს ლაპარაკობენ და ვინები არიან. შეხედეთ. Come. ობით არის პატრიარქის გვერდით. არა. ერთი წუთი. ის ახალგაზრდა და ძლიერია. ჯერ ხმას უსმინეთ, ზუსტად იგივე ხმის ტემბრი აქვს, ზუსტად იგივე სახეს უყურეთ. ეს ახალი დღესდღეო კაცრავად. შეხედეთ, ჯერ ხმა არ ამოუღია ამ რაღაც არსებას, ესეც არსება გახლავთ, მათი სისტემიდან შექმნილი არსება, უყურეთ. და ამ არსებით დანახული, გახარებული რეპტილოიდი, რეპტილია შავი ძალების და შავ ცენტრთან, შავ ხომალდთან კავშირში არსება, შეხედეთ. როგორ გაუხარდა ამის დანახვა. ეს ვინ არის, იცით? შეხედეთ. ეს არის ამისი მონა და მსახური. ანუ ამან დააკარგინა სახე საწყისი ამას და უხარია ამისი დანახვა, რომ ამ დღეშია ეს. ესმით? ეს ესეთი არ იყო, დარწმუნებული ვარ ეს გოგო. არ ვიცი ვინ არის საერთოდ. დასერჩეთ ვინ არის, მაგრამ ამათ უხარიათ, როცა ჩვენ ვემსგავსებით ასეთ რაღაცებს. რადგან ამ დროს ამათი სულები მართავენ უკვე ესეთ სხეულებს. სხეულებშიაც იკვეთება ხოლმე უკვე თუ შიგნით რა მოქმედებს, რა ლაპარაკობს. ეხლა განახებ დანარჩენს ერთი წუთით. გაგრძელება ერთი წუთით. და ეს ახალი დღესდღეობით არის პატრიარქის გვერდით. არა. ის ახალგაზრდა და ძლიერია. იცის რა უნდა და ნამდვილი მართლმადიდებელი. გაჩერდ, შეხედეთ. პირდაპირ კითხავ, ალბათ. ნამდვილ მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობს ორი ეშმაკი. ის ნამდვილი მართლმადიდებელია. ეხლა ნახეთ. ორელა, საუბარი არის თუ არა უწმენდესის თანამესაყრეზე შიომოჯისზე. შიომოჯის მე გავხედა. ამ თანამდებობაზე ასე ვთქვათ. როგორ იღიმის შეხედა? აქ სულ სხვა პატრიარქი მოდის. ნუ იქნება ერთი გარჩენები, გამორჩენები. ანუ სრულიად ახალი ადამიანი უნდა გამოჩნდეს. თუ არსებული ეპისკოპოსებიდან რომელიმე ნახე როგორ გაბრაზდა. ეხლა ნახეთ. ანუ ნახეთ როგორ გაბრაზდა, როდესაც ცოტა ტვინში უჭერს იმ არსებას. ანუ ამას აღარ უნდა მეკითხებოდეო, ანუ ვერ გაიგეო, რა ვთქვიო, უკეო, როგორ გაიხედა ესეთ როგორ გაბრაზდა. ეხლა ნახეთ. ასე დავინახე, მოდის ახალი პატრიარქი და მორჩა. რაღაც ის თქვა რა ფიქრობ. მოდის ახალი პატრიარქი და მორჩა. ახლა დავაკონტროლები. როგორ იცინი შეხედა? არა, დაკონკრეტება ამის შემდეგ უკვე სახელი და გვარი არის და ძალიან მაინტერესებს. სახელი და გვარი, გაიგეთ? ანუ ნათელ მხილველებმა თურმე სახელი და გვარებიც იციან რა. ანუ ეს ქალი ნათელ მხილველი კი არ არის, ბნელეთ აგენტია. ბნელეთ აგენტია. რომელსაც შიდა კავშირები აქვს, ზუსტად ისე როგორც ასტროლოგი ის ყავს, რა ქვია, ცაგარელი. ვინც კი ვინმე ეკრანებზე ჩანან, ყველა მიციან ვინ არიან დამყრობლები. ყველა ჟურნალისტმა ძველებზე მაქვს საუბარი. მაგათ სასტავზე, მაგათ გოდაზე. სახელი და უარიც იცის. ვერ ვხედავ, არა ვერ ვხედავ, არა ვხედავ, არა ვერ ვხედავ.
იმასაც ვერ ხედავენ, რა მოხდება ძალიან მალე. იყო ჩაღეთ თითოეულმა. თითოეული თქვენგანი ხართ ოჯახის და სანათესაოს მამაოები. შემოულაწუნეთ ყველას, ვინც კი ვინმე ამათ აღიარებს საერთოდ, როგორც ქრისტიანებად ან მართლმადიდებლებად. მერე რა შვებით, ისე ხო არ ვიცხოვრებთ, ესე ხო არ ვიცხოვრებთ. საკმარისი სისხლი უკვე გადავიხადეთ, საკმარისი ტანჯვაც გადავიხადეთ, ისე და ესე არ ვიცხოვრებთ. ჩვენი საკუთარი ფულის ვალუტით, ჩვენი საკუთარი ღირსებით გამოყოფით. ამათი რიტუალებიდან, ამათი ცნობიერებიდან დაუჭამიათ ერთმანეთი მე. ურჩი, ცხრები და ურჩი დები იქნებიან მაგათი ბოლო საგზალი. საგზალი უკუნეთისკენ. რადგან მანდ მიდიან. აქედან იდევნებიან. და ამ ქვეყანაში გეუბნებით. ჩემი შვილი იზრდება და მე ვცხოვრობ. და არ მაინტერესებს. ამათი დიდება აქაურობაში ვერ იქნება. ვერ. და ამაში ხელს ვინც შეუწყობთ, რომ იდიდონ და იდიადონ ამათმა თავიანთი სანათესაოთი და თავიანთი აგენტურებით და თავიანთი, ნახეთ, რა წერია კომენტარში ნახეთ. Coming. აჰა, here. Coming here. შეხედეთ აქ რა წერია. ჯვრის მადლი. ჯერ ჯვრის მადლზე ხო ვისაუბრეთ უკვე. რა ჯვრის მადლი? ყველობის იარაღია. ქრისტეს სიცხლში ვარ დაფარული, კიდე ეს იციან ხოლმე ამ სატანისტმა იმებმა, რა ქვია, ქრისტიანებმა. გილოცავ, რა ვიცი, ქრისტეს სიცხლში დაფარვა და ქრისტეს სიცხლში ამოვლება არ არის კაი ამბავი და კაი მაცნეობა განსაკუთრებით ამ ჟამობაში. ახლა ნახეთ. ჯვრის მადლი წერს, პატრიარქის ძმის შვილი მოდის, ბერი, რომელიც ძალიან გავს პატრიარქს. ახლა უკვე იმათ, რა ქვია, სისხლით ნათესავებს გადაეცემა, თან ანუ ძმის შვილი მოდის, გესმით? საკუთარ შვილებს, საკუთარ შვილების სახელებს, გვარებს, ყველაფერს მალავს ილია მეორე თავის დატოვებული ანდერძით. გვერდზე ოჯახი წყვილია. არ გამიკვირდება საერთოდ მიწიერი ცოლი რო იყოს ეს და შვილები ამისგან რო ყავდეს პატრიარქს. მაგრამ მე გეუბნებით, სასულიეროში რა ხდება? ერთი მიზნისკენ მიმავალი არსებები არიან. თუმცა ვის განყავს ის შვილები პატრიარქს თავად გაარკვიეთ. თუ გინდათ მითხარით, მე გამოვაცხადებ ჩვენიანებისთვის. ეგენი არ მაინტერესებს ძალიან, მე რაც მაინტერესებს არის სიმართლე, რომელი არსი, რომელი ენერგია საით, როგორ და რანაირად მოქმედებს. უყუროთ ამას ბოლომდე? არ მაქვს ნანახი საერთოდ. დაიწყო თუ არა გუშინ ვიდეო, ბოლომდე არც მინახავს და საერთოდ სხვა განზომილებაში და საერთოდ სხვა ვიბრაციაზე ვიყავი, მაგრამ ჩამოვედი ისევ და ჩავერთე ამ საკითხში, რადგან ჩემი დები და ძმები, რომლებიც ამათ შეთხზულ სცენარებს უყურებთ, ამათ სპექტაკლებს უყურებთ და ამათ ფილმებს უყურებთ, რომელსაც რეალობად გიქმნიან, გამოსასვლელები ხართ მაქედან. ესე ტალღა ეტაპობრივად უნდა გამოხვიდეთ. ნახოთ ეს ყველაფერი და მე ერთ რაღაცას განახებთ. ხა ფიქრობს რა უნდა თქვათ თქვენ და ვის გულისხმობთ და ვის დაასახელებთ. ამიტომ აი მე არ შევიძლია რომ არ ვიხაკიშებ. მელობაქ ეს ქალი ვის გულისხმობ.
უბრალოდ მათი გეგმები იცის, გესმით? მათი ხომალდის ვიბრაციაზეა ეს ქალი, მათი გეგმები იცის. კორონა ერქმევაო, მე ვთქვი, რომ კორონა ერქმევაო. მე ვთქვი, რომ ის გვარიშვილიო ესაო და რაღაცა იმაშვება, რა ქვია. გუშინ რომ ჩავიძინე ძალიან დიდი ჭვარტლი, ენერგეტიკული ჭვარტლი იგრძნობოდა ჩემს გარშემო. და ეს ჭვარტლის მომტანი იყო ის, რომ უბრალოდ რაღაცა ვიდეო ჩავწერე ამ ვიბრაციაზე და ამ არსზე. ანუ ამ ჭვარტლში ცხოვრობენ, გესმით? და მაგ ჭვარტლში უნდათ, რომ ჩემი დები და ძმები აცხოვრონ. მოკლედ. იმედია, მიხვდით, რომ ვისაც ეს ქალი აცხადებს და რასაც აცხადებს, მაგათგან აცხადებს და იმით გაშინებენ, რომ სოფლიოში ძალიან ცუდი ამბებია, სოფლიოშიაც იგივე ბრძოლა. მაგრამ აქ გაიმარჯვებს ჭეშმარიტი არსი, აქ გაიმარჯვებს ღვთისმშობელი, აქ იმარჯვებს ღვთისმშობელი და არ გვაინტერესებს ჩვენ ვიღაცა ბერები და ვიღაცა ისინი, რა ქვია, ნათესავები, უკვე კაკებეშნიკი აგენტები, ვითომ განწმენდილები და იმის, რა ქვია, კადრს მიღმა, რა ვიცი, ბავშვებს სვამენ, ჭამენ თუ რეებშვებიან, თვითონვე აღიარებენ ხოლმე მილიონი ვიდეო და ფაქტია გაზიარებული მასთან დაკავშირებით, თუ საიდან აქვს წმინდა სულთან კავშირი მოპოვებული. ხორციელიდან აქვთ კავშირი და არა სასულიეროდან. სასულიეროში მაგას ეგენი ჭვარტლში ცხოვრობენ. შავ ენერგეტიკულ ჭვარტლში. და უფლიდან ძალიან შორს არიან, უფლის სიწმინდიდან. ხა განახოთ კიდე. დაქაურობაში სწორედ რომ იმარჯვებს ღვთისმშობელი და ჭეშმარიტება და ნამდვილი ამის შემდეგ იქნება, რომ სოფლიოში მერე იგივე ვიბრაცია, ანუ ანტენა მთავარი ბაზა და მთავარი შუქი და სიკაშკაშე აქ არის, იმიტომ რომ ჩვენში დევს, ჩვენ კოდში დევს ეს, რომ მოვა დრო, როდესაც ერთად უნდა დავდგეთ სიწმინდისთვის, სიმართლისთვის, ჭეშმარიტებისთვის, მოვა ბევრი ცრუ კი არა, მოსულია უკვე ძალიან ბევრი ცრუ და ძალიან დიდი ხანია ცრუები არიან. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ცრუები არიან? შეხედეთ ამ ორ ფოტოს. მძიმე ფინანსური მდგომარეობა მაქვს, ერთმა ქალბატონმა შემომითხოვა. 2023 წლის 9 დეკემბერის ვიდეო. მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს ხალხო. დამძიმებულები არიან ოქრო მარგალიტები. თან დიდი ხანია ძალიან. რას მიყურებთ? შეხედეთ, კაცი, დრაკონი, უფლიანი ბებია, ქალი. კაცი, დრაკონი, უფლიანი ბებია, ქალი. ამან უნდა დალოცოს ეს. ამან უნდა მისცეს უფლება ამას. ამან უნდა თავი გადაამეტოს ამას. შეუნდოს ამან ამას. პირაქეთ ხდება უკვე. პირაქეთ ხდება უფალი და არსი დაჩაგრული უფლიანი მზის შვილი ქალებისკენ არის. და გუშინ ლაივი რო ჩაგიწერეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვინც დაიკავებს ამ ადგილებს, უпростоრად ერთი ადგილი არ არის, ადგილებია ეს ჩვენთვის. თითოეული ჩვენგანი სათანადოდ ვუწყობთ ხელს იმ დიდ გადამზეურებას და გადაწყვეტიან, რომ ერთმანეთის ხელით გაგვანადგურონ. გესმით? ანუ მათ ეკრძალებათ სასულიეროდან ჩვენი განადგურება ან ჩვენთვის რამე საერთოდ. გესმით? მაგრამ ისეთ თამაშს თამაშობენ, რომ კომენტარები ნახეთ წინა ვიდეოზე, ერთმანეთთან ბრძოლა, ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთთან ის შუღლი და ისინი ჩამოაგდონ. თავად არასდროს არ ერთვებიან ფიზიკურ ბრძოლებში.
და სასულიეროში კიდე დაჭვარტლაობენ თავიანთი იმით, რა ქვია, შავი მაგიით. სადაც ასევე ქრისტიანი და სუფთა ბერის და წმინდა ბერის გულს იყენებენ. მამა გაბრიელის გულზე, ძვლებზე, ჩვენი წინაპრების, ჩვენი დიადების, ჩვენი მზიშვილების ძვლებით და სისხლით და გულებით და იმაზე ჯადოებით დაჭვარტლაობენ. მოკლედ, ასეა ამბავი. გიტოვებთ ამ ლაივს, მე კიდევ ჩაგიწერთ სხვადასხვა ინფორმაციებს, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნურც გეშინიათ სიმართლის თქმის და ნურც გერიდებათ თქვენს მაგათში კი არა. თქვენს აი იმ სანაცნობოში, სადაც მართლა ჩვენიანები არიან, ჩვენი დები არიან და ჩვენი ძმები არიან, შემოაფხიზლეთ ცოტა, რომ მხარში დგომა და განვითარება და ჩვენი მზის ცივილიზაციის აღმშენებლობის ეპოქაა დაწყებული და ბოლო ჟამი მაგათთვის არის და ჩვენთვის ახალი ჟამია დაწყებული. სწორედ ოქროს ბაზისთვის გიზიარებთ ხოლმე რეკვიზიტებს შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე თითოეული ლაივის ვიდეოს ჰონორარი შეგიძლიათ გამომიგზავნოთ პირადად, ჩემი მთავარი საქმე და სამოღვაწეო ამ ყველაფერს ეძღვნება უკვე, რა ვიცი, ძალიან ბევრი წელი, არც დამითვლია უკვე, მე მგონი 5 თუ 6 წელია, შეიძლება მეტიც. დროებით და კარგად. I love you.